ბავშვებო, ხვალისთვის დავალებად გვექნება მურმან ლებანიძის ლექსი „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“. როდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით მეფე აღმაშენებელი, ყოფილან ოპიზრები გასაშტერებელი. ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი, რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი. ჩემო მიმინო და ჩემო ფთანათელო, ოდესმე დიდი თუ ყოფილა საქართველო. ყოფილა ნიკოფსის ზარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული. ოვები გაშლილი გამოჩინებული, ყოფილა ორზღვის შუა აღმოცენებული. ფიესა ქართველოს ყოლია ვასლები, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები. წევრი გვიწალდია, ისა გვიზარდია. რომ გამზადებულ ვართ, ახალ ბიზანტია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ ადგილას, რომელიც ფაქტიურად საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრს წარმოადგენს. თუ გაივლიდან და დაიკავებდნენ იმ ტერიტორიას, პრაქტიკულად ორად იქნებოდა გაწყვეტილი საქართველოს მისი აღმოსავლეთი ნაწილი და აი აქედან დაწყებული, ესე იგი დასავლეთი ნაწილი. ამიტომ აქ მოხდა ეს ბრძოლა დავითმა თანაც გაითვალისწინა ყველაფერი. გაითვალისწინა ყველაფერი. ეს საკვანძო სიტყვები. 16 წლის ასაკში ტახტზე ასული მეფე იმ დღიდანვე ემზადებოდა ამ დღესთვის, დიდგორისთვის. ამ მზადებას 32 წელი დასჭირდა. რთული, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ გამარჯვებისაკენ მიმავალი 32 წელი. ეს იყო მზადება გონივრული, სტრატეგიულად სწორად გათვლილი და დაგეგმილი. გაერთიანებულ საქართველოს პირველ მეფედ ითვლება ბაგრატ მესამე. მაგრამ 1099 წლისთვის, როდესაც ტახტზე ადის დავით მეოთხე, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იმ საქართველოსთან, რაც ბაგრატ მესამემ შექმნა, ფაქტობრივად არაფერი აღარ არსებობს. იმიტომ რომ კახეთ-ერეთი ცალკეა, თბილისის საამირო ცალკეა, აღმოსავლეთ საქართველოს სელჩუკთა ლაშქრობებით არის აოხრებული და განადგურებული და ფაქტობრივად დავით აღმაშენებელს უწევს ხელახლა დაიწყოს ყველაფერი. მნიშვნელოვანია ის, რომ მას ამ ყველაფერთან ერთად უწევს შექმნას ახალი სახელმწიფო. სახელმწიფო მმართველობის სისტემა. სამეფო ხელისუფლება არის დასუსტებული და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, ახალი სახელმწიფო მმართველობის სისტემის შექმნა და ცენტრალური მმართველობის გაძლიერება. ამის გაკეთება არ იყო მარტივი, საკმაოდ რთული იყო და ნელ-ნელა იწყებს ამას. ვარაუდობთ, რომ აი მმართველობის სისტემა, რომელიც მერე ძალიან კარგად ჩანს დემეტრე პირველის, გიორგი მესამის, თამარის დროს, შეიქმნა დავითის დროს. აი ეს უხუცესების ინსტიტუტს ვეძახით ჩვენ. ანუ ამის მასალა არის, რომელიც იყო ჯარის მთავარსარდალი, მანდატურთ უხუცესი, რომელიც იყო იმ დროინდელი, თქვათ, შინაგან საქმეთა მინისტრი, მსახურთ უხუცესი, მეჭურჭლეთ უხუცესი, რომელიც იყო ფინანსთა მინისტრი. აი ეს თანამდებობები და ეს ფუნქციები, როგორც ჩანს, დავითის დროს იქნება. ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა მეფეს გაეკეთებინა, სახელმწიფოში უნდა დაემყარებინა წესრიგი. იმიტომ რომ აქ იყვნენ ძლიერი ფეოდალები, რომლებიც უკვე ცენტრალურ ხელისუფლებას ანგარიშს აღარ უწერდნენ, ასევე ქართულ ეკლესიაშიც არ იყო ჯანსაღი მდგომარეობა, საჭირო იყო ჩატარება რეფორმების. აი ამას სწორედ მოყვა რუის ურბნისის კრება, როდესაც უკვე ეკლესია იქნა ჩაყენებული, როგორც უნდა ყოფილიყო. და შეიქმნა სრულიად უნიკალური, მანამდე არ არსებული თანამდებობა საქართველოში, ეს არის წიგნობა უხუცეს ჭყონდიდის თანამდებობა. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც არის მეფის შემდეგ ყველაზე გავლენიანი კაცი. როგორც წიგნობა უხუცესი ერევა ყველა საერო საქმეში, როგორც ჭყონდიდელი ერევა საეკლესიო საქმეებში. და პირველი, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა, იყო დავით აღმაშენებელის აღმზრდელი და მისი თანამებრძოლი გიორგი მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი. საერო ფეოდალები, ვინც დასაჯამან, ბაღვაშები და აბულეთის წეები, იქაც ნახეთ როგორი სიტუაცია, ბაღვაშები არ მოუკლავს არავინ. ლიპარიტი გააძევა ბიზანტიაში, თან ნახეთ რა ქნა, ლიპარიტი რომ დაიჭირა პირველად, მერე შეიწყალა.
და გამოუშვა. აი მე ისევ რომ შესწოდა და მეორედაც რომ დაიჭირა. შემდეგ უკვე გააძევა ბიზანტიაში. რაც შეეხება აბულეთის ძეებს, მოდისტოსი ეპისკოპოსი იყო და ის შიომღვიმის მონასტერში აფარებდა თავს და ბერებმა გადასცეს თვითონ. იმიტომ რომ გამდგარი და მეფის მოწინააღმდეგე იყო. ნუ მოცემულ პერიოდში რომ არ ყოფილიყო საერთო ხელისუფლება ძლიერი და ნებისმიერ პერიოდშიც ისე ძლიერი სახელმწიფო ვერ შეიქმნებოდა. გააზრებული რეფორმები ჯერ ქვეყნის შიგნით დაიწყო. განდგომილებთან და მის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა დიდხანს თუ გაგრძელდებოდა, ბევრ დროს დაკარგავდა. მას კი წინ დიდი ომი ჰქონდა მოსაგები. ამიტომ ჯერ ეს უნდა მოეგვარებინა. შემდეგ საეკლესიო ძალაუფლება, რომელიც მეფის ძალაუფლებას უტოლდებოდა, ჩარჩოებში უნდა მოექცია. თანაც მისი ნებითვე სამართლებრივ ჩარჩოებში. დავით აღმაშენებლის ინიციატივით არსენ იყალთოელმა თარგმნა დიდის ჯულის კანონი. დიდის ჯულის კანონი ეს არის საეკლესიო კანონები, თუ რითი ცხოვრობდა აი ამ დროს ეკლესია, ის თარგმნილი არის ბერძნულიდან, მაგრამ რით არის მნიშვნელოვანი. დავით აღმაშენებელმა სანამ დიდის ჯულის კანონი არ ათარგმნინა არსენ იყალთოელს, მანამდე მან არ მოიწვია რუის ურბნისის საეკლესიო კრება, რადგანაც რუის ურბნისის საეკლესიო კრებაზე თავისი პირადი ძალაუფლებით კი არ განსაზღვრა ვიღაცის ბედი, არამედ საეკლესიო კანონების მიხედვით და აი ამით და მსგავსი მაგალითებით საფუძველი ჩაუყარა სამართლებრივ სახელმწიფოს. ცენტრალიზებული ხელისუფლების გაძლიერების შემდგომ, როცა დავითმა ქვეყნის მართვის სადავეები სრულად აიღო ხელში, ჯერი მიდგა სამხედრო რეფორმაზე. დავითმა აღზრდისა და წახალისების სპეციალური ღონისძიებები ჩაატარა, სადაც ესე იგი მეომრებს აჩვევდნენ სწორედ მედგრობას, თავგანწირვას და ესე იგი ვინც თავს ვერ გამოიჩენდა, ისე როგორც ეს მას მოეთხოვებოდა, მასში ესე იგი დაცინვის საშიელები იყო. ამანაც უკვე ბევრი რაღაცები შეაჩერა და უკვე თანდათან გამოსწორება დაიწყო მდგომარეობამ. გარდა ამისა, ქართული ლაშქარის გაძლიერება იწყება. მეცი როგორც რაოდენობის, ასევე ხარისხობრივი ხასიათისა. გარდა ამისა, ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული იყო დიდი ურდო ყივჩაყების. მათ მიწეს სამომთაბარეოდ ადგილები, ეს დღევანდელი ისეთი დღევანდელი საინგილო აზერბაიჯანის იქვე ესე იგი რეგიონები, სომხეთის დღევანდელი სომხეთის მოსაზღვრე რეგიონები, ესენიც შემოდიოდნენ მაშინ საქართველოს სამეფო შემადგენლობაში. ჯარის რეფორმა ახლა საქმეში უნდა გამოეცადა. მეომრებს საკუთარი ძალების უნდა ერწყმუნათ, ტერს კი საფიქრალი გასჯერდა. პატარ-პატარა ბრძოლებმა უკვე აჩვენა რეფორმის დადებითი შედეგები. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ მაჰმადიანები შეფიქრიან. მომთაბარე ტომების ესე იგი ელჩებმა მაჰმადიანური ქალაქების წარმომადგენლება, მათ შორის თბილისის და დმანისის წარმომადგენლება, თავისი ელჩები შავად შემოსეს გლოვის პასად, სახე და ხელებით შავად შეღებილი ჰქონდათ, რომ ეჩვენებინათ მუსლიმებისთვის, რომ რამ ცუდი მდგომარეობაში ჩაყარა ისინი მეფე დავითმა. ერთი აი გენიალური პასაჟი არის დავითის ისტორიაში, რომელიც ჩემთვის მთელ დავითის პიროვნებას ხსნის. თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, როდესაც დაიწყო ბრძოლა, ну, რა თქმა უნდა, ხა შეურიგებელი ბრძოლა იყო და სელჩუკები თავს ესხმოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს მაშინ, როდესაც დავითი გადადიოდა აფხაზეთში, ანუ დასავლეთ საქართველოში. ну, აფხაზეთი იმ დროს მთელ დასავლეთ საქართველოს ერქვა. და ამას მიუხვდა დავითი და ხანდახან ისეც ხდებოდა ხოლმე, რომ სპეციალურად გადავიდოდა, რომ ჩამოეტყუებინა ისინი და მერე უეცრად დასხმოდა თავს. და ერთხელაც, როდესაც დავითი გადავიდა დასავლეთ საქართველოში,
მოვიდა ძალიან დიდი თოვლი, უზარმაზარი თოვლი მოვიდა, 3 მხარი თოვლი იყო, ასე წერს დავითის მემატიანე, ეს ნიშნავს 3 მეტრი თოვლი. და ფაქტიურად, თურქ-სელჩუკები აქ ძალიან მშვიდად იყვნენ, იმიტომ რომ ბამბრძანებელია და სტიქია მძვინვარებდა და ყოველ წარმოუდგენელი იყო, რომ დავითი გადმოსული იყო და მას ლიხის ქედი გადმოელახა ასეთ ბუნებრივ პირობებში და შეიძლება ითქვას, რომ დავითის ჯარიც მშვიდად იყო, იმიტომ რომ შეუძლებელი არის. და აი ასეთ დროს რა გააკეთა დავითმა. დავითის ისტორიკოსი წერს: გარდაარტხრევინა მთალიხისა. თქვენ წარმოგიდგენიათ იმ პერიოდში აი თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში ლიხის ქედი გზა ლამის ყველა ამიდის არევაზე ფუჭდება. აი იმ პერიოდში მან ლიხის ქედზე მოსული 3 მეტრა თოვლი გააწმენდინა იმ დონეზე, რომ ჯარი გადმოეყვანა. დაესხა თავს სელჩუკებს და გაანადგურა და გააქცია საქართველოსთან და ნახეთ ამით რას მიაღწია. პირველი ჯარისკაცებს საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგა, რომ შეუძლებელი არაფერია და მეორე სელჩუკებს აჩვენა, რომ წვიმა, ქარია, ავდარია, თოვლია, რაც არ უნდა ხდებოდეს, მათი ადგილი არასოდეს არ იქნება საქართველოში. სანამ მას ყავს დავით მეფე და ასეც იყო. ამის შემდეგ უკვე მოვიდა დრო და დავითმა გაბედა მეტად საშიში რამ. ხმამაღლა განაცხადა ვარი უცხოთა წინაშე ვასალურ მდგომარეობაზე და ხარკის გადახდას. საკუთარი სიტყვის თქმა მოინდომა მტრებით გარშემორტყმულ გარემოში. ეს კი ნამდვილი ჯანყი იყო. მაგრამ დავითს უკვე შესწევს ძალა ქადილისა. წინ ისევ მთავარი ბრძოლის მოლოდინია. 400 წლიანი ტყვეობიდან თბილისია დასახსნელი. დარჩა ერთადერთი სწორი დროის შერჩევა. ბრძენმა სტრატეგმა ესეც ზუსტად გათვალა. თურქების სულთანი მალიქ-შაჰი, რომლის დროსაც ძლიერების წვრილს მიაღწია სელჩუკთა სახელმწიფომ, გარდაიცვალა, მოკლული იყო და იგი ამის შემდეგ ქვეყანამ იმპერია რამდენიმე იმპერიად დაიშალა. ფაქტიურად უკვე მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ იყო არა მთლიანად დიდი სელჩუკთა იმპერია, არამედ ესე იგი მათი მხოლოდ ცალკეული ნაწილები, რომელთა შორისაც ბრძოლა იყო და მტრობა ერთმანეთისა. აი ამ დროს დავით აღმაშენებელმა ძალიან გამოიჩინა თავი, როგორც ისეთმა სწორედ ხელმწიფემ და მმართველმა, რომელიც იმ დროს ქვეყანას ჭირდებოდა. ქართული ლაშქარი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 40,000 ქართველი, 15,000 ყივჩაყი, 500 ალანი ანუ ოსი, 100 ჯვაროსანი, რაც დაახლოებით ჯამში 60,000 შეადგენდა, მზად იყო 100,000-იანი მტრის ჯარის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლოვდებოდა ძლევაის საკვირველი. აი ახლა ეს ბრძოლა როგორ დაიწყო, როგორ ჩანს ბრძოლა დაწყებულა იქიდან, რომ ესე იგი დავითს უკვე თავისი პოზიცია დაკავებული ყავთ, უახლოვდება მას უკვე სელჩუკების ლაშქარი და ამ დროს ქართულ ჯარს წინ გამოეყო 200 ცხენოსანი, რომლებიც გაეშორენ, ესე იგი ჭენებით თურქებისკენ. მათ ვერ გაიგეს ვინ არიან, იფიქრეს, რომ გადმორბენა არისო, ჩვენ მხარეს გადმოსულებიო და შეუშვეს თავის რიგებში. დავითის მეომრებმა კი ამოიღეს מחვილები და დაიწყეს მათი შეხვედრა, რითიც მათ რიგებში შეიტანეს აურზაური და ამითი დავით მეფემ ისარგებლა ორივე მხრიდან ძლიერი დარტყმები მიაყენა სელჩუკებს და როგორც ჩანს რამდენიმე საათიანი გამწარებული ბრძოლის შემდეგ უკუაქცია ისინი და დაამარცხა. ერთ დღეს დაიწყო და ერთ დღეში დამთავრდა საუკუნის ეს დიდებული ბრძოლა. შემდეგ წელს თბილისი გაათავისუფლა. მერე უკვე საზღვრების ცდება საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას. დავითი ათავისუფლებს შირვანს, დარუბანს, სომხეთის ნაწილს და ამ დროს მის მონეტაზე პირველად ჩნდება მეფის გამოსახულება და ზედ ამაყი წარწერა. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა,
კახთა სომეხთა. სიცოცხლის ბოლოს კი გაერთიანებულ, გაძლიერებულ, გაბრწყინებულ საქართველოსთან ერთად სინანულის გალობა დაგვიტოვა, როგორც ერთმა რიგითმა ცოდვილმა. ბუნებითი რა ძალნი არა შულთაებრ ვიხმიენ, მსგავსებისაგან დავაკლდი და დავბადე ბოროტი, ხოლო ხილულთა მიერსა გემოვნებასა ვრცელად განუხვენ გრძნობანი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური და კულტურული ძლიერება და ზოგადად ეს ოქროს ხანა უპირველეს ყოვლისა შექმნილი არის ქართველი მონარქების მიერ. რასაკვირველია, პირველ რიგში გამოვყავთ დავით აღმაშენებელს. დავით აღმაშენებელი თვითონ იყო საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი ადამიანი, რომელმაც სწორად განსაზღვრა სახელმწიფოს ორიენტირები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო სახელმწიფოს გაძლიერებას და ამასთანავე მისი კულტურის განვითარებაც. მის განათლებაზე და პიროვნულ ზრდაზე საუბრობს თავად მისი ისტორიკოსი, ჩვენთვის ცნობილი არის მისი ისტორიკოსის გადმოცემით, რომ დავითს ჰქონდა მოძრავი ბიბლიოთეკა, რომელსაც ყველგანთან დაატარებდა ლაშქრობაში, ნადირობაში და ესეთ კურიოზულ ამბავსაც კი იხსენებს დავითის ისტორიკოსი, რომ ერთხელაც, როდესაც ჯერ კიდევ თბილისი არ იყო აღებული და შემოერთებული ერთიან სამეფოს, დავითმა დაზვერვა გადაწყვიტა და ლოჭინის ხევში გამაგრებული იყო. მის მზვერავებს გამოუდგნენ თბილისში გამაგრებული მუსლიმები და ისინი ისე წაადგნენ სანგარში თავზე დავით აღმაშენებელს, რომელიც წიგნის კითხვაში იყო გართული, რომ ვერც კი გაიგო როგორ მივიდნენ მასთან და აი მხოლოდ ბოლო წუთშიღა ეშიშულავ მახვილიო და ისე ძლიერად სცემდაო, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ მახვილი დაგრეხილი იყო და ქარქაში ვეღარ ჩააგო. თუმცა ეს მაგალითი არის ძალიან ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ გატაცებით კითხულობდა მეფე წიგნებს, ლიტერატურას და რაც თავარია როგორ გატაცებით ეწაფებოდა განათლებას. მის განათლებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ის რა თქმა უნდა ძალიან ღრმად იყო გასწავლული ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში, მაგრამ ამასთანავე ისლამში იყო საკმაოდ ღრმად გასწავლული იმ დონეზე, რომ განჯის ყაც ყურანის წარმოშობაზეც კი ედავებოდაო, ცნობილია. თვითონ პიროვნება დავითი იყო ძალიან დისციპლინირებული. თვითონ შინაგანად და ზოგადად იყო უკომპრომისო. ესაა ცნობილი ემბლემა გელათის სკოლის, ესაა გახსნილი წიგნი და შიგნით მზის დისკო ჩახაზული და თქოს ეს მზე ჩახატული წიგნში ეს არის, რომ წიგნიდან შეიძლება გამოასხივოს ცოდნამ და ფარულმა რაც საზრისმა. ესე ფართო და თამამი აზროვნება რაც დაინერგა გელათში, იყო საფუძველი ქვეყნის წარმატების, განვითარების, რაც ახალი ჰორიზონტების გახსნის. ამიტომ დავითმა გადაწყვიტა, რომ ყველაზე კარგ საქმეს, რაც გაუკეთებდა თავის ქვეყანას, ის იქნებოდა კვიდრი განათლება შეექმნა ამ ქვეყნისთვის და მართლა შეექმნა გელათის აკადემია, აკადემია მაშინ არ ექნა, გელათის სკოლა იყო, ხო? სამონასტრო სკოლა და ვინც კი ნახა ყველაზე დაწინაურებული ცოდნით, კეთილი ცხოვრებით ქართველი, არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც შემოკრიბა გელათში და დაარსა აქ სკოლა, რომელიც ეგეთი სკოლა მთელს აღმოსავლეთში არ იყო, როგორც მის ისტორიკოსი წერს, სრულიად აღმოსავლეთის ახალი სხვა ათინა და ახალი იერუსალიმი. აი ათინა და იერუსალიმი, ათენი და იერუსალიმი, ხო? და რატო თქვა ეს ათენი და იერუსალიმი, რომ აქ უნდა ყოფილიყო შეჯვარება ერთმანეთთან ქრისტიანული სწავლებების, ქრისტიანული წმინდა მამების მემკვიდრეობის ტრადიციის, ბიბლიის და ამავე დროს ათენის, ანუ ფილოსოფიური ტრადიციის, ანუ ფილოსოფიაც ისწავლებოდა გელათში. გელათელების დამსახურებაა, რომ აქ ქართველი ყრმანი ხო, სასწავლებელი ყრმათათვის ასე ერქვა, სწავლობდნენ არისტოტელეს, პლატონს, აქ იონე პეტრიცი კითხულობდა ლექციებს პროკლეზე, თარგმნა პროკლე დიადოხოსი, ეს იყო ნეოპლატონისტი ფილოსოფოსი. და ურთულესი ტრაქტატი, მაგალითად, ეხლაც კი ამბობენ, რომ პლატონის ეგეთი რთული ტრაქტატი, როგორიცაა პროკლეს ღვთისმეტყველების საფუძვლები, შეიძლება ითქვას, არც არის სისტემური სახე მისცა ამ პლატონურ ტრადიციას, მეტაფიზიკას, ეს თარგმნა იონე პეტრიცმა და არა მარტო თარგმნა, აი აქ იჯდა და ლექციებს ატარებდა აი ამ პროკლეს ფილოსოფიაში და საინტერესო რა არის, რომ აი გელათის სკოლისნაირი სკოლა მთელ აღმოსავლეთში არ არსებობდა.
უკვე კონსტანტინოპოლში ყველაზე დიდი ქალაქია, ხო, ქრისტიანული აღმოსავლეთ ქრისტიანობის მართლმადიდებლობის ცენტრი იყო. მაგრამ აი დაახლოებით დავით აღმაშენებლის დროს ალექსი კომნენოსმა დახურა ფილოსოფიური სკოლა კონსტანტინოპოლში. მისი აზრით ფილოსოფია სახიფათო იყო და ხალხს ტვინებს აურევდა, მოკლედ არ ჭირდებოდა ფილოსოფია და დახურა ეს სკოლა. აი დაახლოებით ამ დროს იხსნება გელათის აკადემია, სადაც ფილოსოფიას ფართო გასაქანი ეძლევა. და ის კი არ არის ამ ფილოსოფია სახიფათო, აი მოდი ფილოსოფია იყოს, ფილოსოფიურადაც გამმარტოთ ბიბლია. შეიძლება თქვა გარკვეული აზრით დაეთანხმო შალვან უცუბიძეს, რომელიც ლაპარაკობდა ქართულ რენესანსზე. აი რენესანსი ეს არის, რომ გამოდიხარ საკუთარი რაღაცა წიაღიდან და სხვა კულტურებსაც ეხსნები და იმ კულტურებშიც აღმოაჩენ ჭეშმარიტების მარცვლებს და ამას შეიძენ. ანუ სხვა კულტურული მონოპოლარიც შენი გამამდიდრებელი ხდება. აი ასეთია იონე პეტრიძე, ასეთია შოთა რუსთაველიც. ალბათ არ არის გამორიცხული, რომ შოთა რუსთაველიც იონე პეტრიძის მოწაფე ყოფილიყო. შოთა რუსტველი არც ერთხელ არ არის მოხსენებული ქართლის ცხოვრებაში. როგორც ჩანს, როგორც იტყვიან, იგნორირება გაუკეთეს და მოაშორეს ქართულ საზოგადოებრივ აზრს. ეს ძალიან ძლიერ თამაქვეყნისათა გაკეთებულს ჰგავს, იმიტომ რომ არც მისი სახელის ხსენება ქართლის ცხოვრებაში და არც ვეფხისტყაოსნის. ამდენად ძალიან საინტერესოა, როგორ მოახერხა ამ კაცმა ქართული ცნობიერების დაპყრობა, რაც აკურელია ამ შემთხვევაში ძალიან დადებით კონტექსტში იგულისხმე. როგორ მოახერხა მან, რომ თავარი ქართველი გახდა და როგორ მოახერხა ის, რომ ქართველები, რომლებიც ყოველთვის ყველაფერზე დაობენ, მასზე არ დაობენ. რუსტველმა აჩვენა საქართველოსაც და სამყაროსაც, რომ პიროვნებას ეყრდნობა და ეფუძნება ყველაფერი, რაც ღირებული ადამიანის ცხოვრებისთვის. ეს არის სიყვარული, ეს არის ღირსება, ეს არის თანადგომა, ეს არის სიბრძნე, ეს არის სიბრალული, სათნოება, რაციონალურობა, გონივრულობა. მან ახსენა სხვათა შორის, ეს მისი სიტყვები არ არის, მაგრამ გაიმეორა სოლომონის სიტყვები, გონიერი გული. აირადებს ვეფხისტყაოსანში, რაც მუდმივად უნდა გვეძვირფასებოდეს ქართველებს. ჩვენ ცოტა ემოციისკენ მიდრეკილი ხალხი ვართ და რაციონალური ემოცია, რაც არის იდეალი, რუსთველური და მანამდელიც ბიბლიური იდეალია ესა, რუსთველმა გახადა ქართველებისთვის ძალიან ძვირფასი. ქვეყნის პოლიტიკური სიძლიერე უდავოდ განაპირობებს მის კულტურულ აყვავებასაც. ამ ორს შორის განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პოლიტიკური ვითარება უფრო მყიფეა და შეიძლება შეიცვალოს, ხოლო კულტურული ღირებულებები საუკუნეებს უძლებს. წიგნიერების განვითარებამ საოცარ ხელნაწერებში პოვა ასახვა და ჩვენ საბედნიეროდ შემოგჩა ქართული კალიგრაფიის და წიგნის გაფორმების უნიკალური ნიმუშები. მოქვის ოთხთავი, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ძეგლი ქართული წიგნის მხატვრობისა და გამორჩეული არის იმითაც, რომ ეს მინიატურები შესრულებული არის ოქროს ფონზე. ეს, ასე ვთქვათ, თავისებური ტექნიკა იყო, როდესაც, ვთქვათ, სასურათად დარჩენილ არეზე იდებოდა ოქროს ფურცელი და ზემოდან ხდებოდა მინიატურების მოხატვა. სწორედ აი ამ ხელნაწერში პირველად გამოჩნდა ის წინარე აღორძინების ეპოქის რენესანსული უпростоრად მხატვრული ტრადიციები, ფორმების დამუშავებაში, ფერადოვნებაში და გარკვეულად შეიძლება ვთქვათ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ძეგლია ქართული კულტურისა. ამ ეპოქიდან მე-13 საუკუნის პირველი ნახევრიდან შემოვიდა ახალი ხერხი, როდესაც სახარების დასაწყისი პირველ გვერდზე თავსამკაული იკავებდა ნახევარ გვერდს და ის მოწითალო ფერის სინგურის საღებავით იყო ეს ორნამენტი შესრულებული. და ამდენად აი ეს ხელნაწერიც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მიმანიშნებელია ამ ეპოქის მხატვრული თავისებურებებისა.
ესეც გამორჩეული ხელნაწერია, ეგრეთ წოდებული ვარძიის ოთხთავი, რომელშიც მხოლოდ მახარებელთა გამოსახულებებია შემორჩენილი, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ მახარებელთა გამოსახულებები ტექსტის ბოლოშია წარმოდგენილი და გარკვეულად ეს მხატვრული ხერხიც გამოარჩევს ამ ხელნაწერს უხვადარი ოქროთი ილუსტრირებული და მინდა აღვნიშნო რომ ეს საზეიმო ტიპის ქართული ხელნაწერი ოთხთავები აი მართლაც გამოირჩევა ოქროს სიუხვით და ესეც მიგვანიშნებს რომ შემკვეთი იყო ძალიან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. ეს ქართული ალავერდის ოთხთავი ერთ-ერთი პირველი ხელნაწერია ოთხთავი, რომელსაც ოთხთავის ტექსტია დართული აი ავგაროზის ისტორია შესაბამისი ილუსტრაციებით. ეს არის მართლაც გამორჩეული ასე ვთქვათ მინიატურათა სერია, რომელშიც ცალკე კომპოზიციათ არის გამოყოფილი ხელთუქმნელი ხატი, ეგრეთ წოდებული მანდილიონი, რომელიც ითვლება, რომ ქრისტემ, ასე ვთქვათ, აღიბეჭდა მისი სახეტილოს ქრისტეს მიერ სახეზე მიდებით. ეს არის გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა კრებული, სადაც, ვთქვათ, პირველი ქაღალდზე შესრულებული დასურათებული ხელნაწერია და გრიგოლ ნაზიანზელის ცხოვრებასთან ერთად, ცხოვრების სცენებთან ერთად აქ წარმოდგენილია ასე ვთქვათ, წმინდა მამაის გამოსახულება, რომელსაც გაზაფხულს ეძახიან ამ მინიატურას, იმდენად აი საოცარი, ვთქვათ, ბუნება იშლება წმინდანის უკან. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ვთქვათ, უმეტესობა აი მინიატურებისა ოქროს ფონზეა წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ფონად ძირითადად გამოყენებული არის ქაღალდის ბუნებრივი ეს პილოზვლისფერი. და ვთქვათ, აი ამ ქაღალდის ფონსაც და ფერსაც თავისი ფუნქციური დანიშნულება გააჩნია აი ამ მინიატურების შესრულების დროს. ეს არის ეგრეთ წოდებული ასტროლოგიური ტრაქტატი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ძეგლი იმ პერიოდისა, საერო ხასიათის, რომელშიც მთვარის ფაზების, ასე ვთქვათ, მოძრაობაა გამოსახული, ასევე ზოდიაქოს ნიშნები გვაქვს, 12 ზოდიაქოს ნიშანი წარმოდგენილი, შესაბამისი ქართული და ასეთი არაბულენოვანი წარწერებით. თვითონ აი გამოსახულება ამ ზოდიაქოს ნიშნებისა, აქ აღწერილია ამ ზოდიაქოს დამახასიათებელი თავისებურებები, თითქოს დინამიკაში, თითქოს მოძრაობაში გამოსახული ცალკეული ზოდიაქოს ფიგურა, ვთქვათ, იგივე ლომი, ვთქვათ, კირჩხიბი და ასე შემდეგ. წიგნის გაფორმების პარალელურად საოცარ სიმაღლეებს აღწევს კედლის მხატვრობაც. აქაც თავისუფალი აზრი, შეუბოჭავი ხედვა და უსაზღვრო ფანტაზია თავის დიდებულ საქმეს აკეთებს. აი ეს პერიოდი, ეს ოქროს ხანა წოდებული, ძალიან ხშირად ასე ვთქვათ, რენესანსს უწოდებენ. რენესანსი მრავალი თვალსაზრისით შეიძლება იქნეს გაგებული ეს სიტყვა, რაღაცის აღორძინება, რაღაცის გაფურჩქნა. ევროპული გაგებით რენესანსი აქ არ ყოფილა და ბატონი შალვა ნუცუბიძე სწორედ ამიტომ ეძახდა აღმოსავლურ ქართულ რენესანსს. ამ პერიოდში კაფეოდ შეინიშნება საერო განწყობების მომრავლება, საერო ნაწარმოებების, ასე ვთქვათ, იგივე შოთა რუსთაველი, რომელიც ფაქტურად რომანი არის გალექსილი, გარეგნული ნიშნებით გარკვეული ჩვენი მოხატულობები შეიძლება ადრეული რენესანსისა იტალიური დუჩენტოს, აი ამ ლირიულ, ესეთ ძალიან რბილ ხატრობებს, ესეთ თხელი ხაზით შესრულებულს, აი ესეთი წმინდა გარეგნული ნიშნებით, მაგრამ ეს ის არ არის, რა თქმა უნდა. ეს არ გამხდარა ჩვენ მხატვრობაში, არსად არ ჩანს, აი იმ კონკრეტული, მკვრივი, მოცულობითი, საგნობრიობის, გამოხატვის სურვილის, სწორი პერსპექტივაში აგებული და ასე შემდეგ, რამაც განაპირობა გარკვეული სახე მხატვრობისა იტალიური რენესანსის დროს, მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენს ხელოვნებას. აი სახვითი ხელოვნება ყველანაირი და ყველა დროსი გვესაუბრება თავისი ფორმით. სიუჟეტი შეიძლება ერთი და იგივე იყოს საუკუნეთა განმავლობაში, მაგრამ შინაარსი იყოს სხვადასხვა იმის მიხედვით, რა მხატვრული ხერხები არის გამოყენებული, რა მხატვრული ეფექტები არის. ფორმით გვესაუბრება, ხო? მე ხო ცნობილი არის ჯერ კიდე გრიგოლ დიდის ნათქვამი, რომის პაპის, რომ გამოსახულება ხატი, გამოსახულება თავისთავად არის ბიბლია უწიგნურთათვის. ვასილი დიდი ამბობდა, რომ ეს არის ქადაგება ფერებით და ხაზებით. ანუ
ეს უბრალოდ სიუჟეტები კი არ არის, უბრალოდ სამშვენისები კი არ არის კედელზე მიმოფანტული ან ხატების სახით დაბრძანებული იქ, არამედ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენჭება, ქადაგება, ანუ ინტერპრეტაცია, განმარტება და ვისაც კითხვა არ შეუძლია, მათთვის ეს მართლა აი უწიგნურთათვის ყველაფერი იქ ნათქვამი იყო. ტაძრის შემოვლაც კი ითვლებოდა გინდ წმინდა მიწაზე მომლოცველად წასულხარ და გინდ გუმბათიანი ტაძრის შიდა სივრცე შემოგივლია და ეს ყველაფერი ინახია. ძალიან თავდაჭერილია საერთოდ ქართული ხელოვნება. მაგალითად ტიმოთესუბნის გუმბათში ძალიან კარგად შემონახული, ამ დროს ძალიან გავრცელებული, მაგრამ აი ესე კარგად იშვიათად ჯვრის დიდება. ეს მეორედ მოსვლის ჯვარი არის, რომელიც აი სწორედ წითელ დიდებაში არის გამოსახული და ხოსაი მართლა ცეცხლმოკიდებული არის. თითქოს არის საუბარი, ხო, არის ასეთ გამოთქვათ ცეცხლოვანი ესკატოლოგია. ხო, რომელიც მეორედ მოსვლა დაკავშირებული იქნება როგორც ცეცხლით გაწმედ სამყაროს უფალი და აქვე არის ამ განკითხვის დღის კომპოზიცია, სადაც აი 64-ის არაჩვეულებრივი სილამაზის ეს წითელი ბროწეულებიანი ხეები და მარიამი და ესე წითელი და თეთრი თქვათ ტიმოთესუბანში და ლაჟვარდისფერი და თეთრი ყინცვისში. ხელოვნების ისტორიაში არის ძეგლები, რომლებიც დროთა განმავლობაში ხდება ამა თუ იმ ეპოქის სიმბოლური სახე. და აი ყინწვისის სწორედ მე ვიტყოდი ის ძეგლია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური სახე ეპოქისა, რომელსაც ჩვენ გავსაზღვრავთ როგორც პირობითად გავსაზღვრავთ როგორც თამარის ეპოქას, ან რუსთაველის ეპოქას და ხშირად მას მოიხსენიებენ როგორც ოქროს ხანას. და პირველ რიგში აი მეაქციათ ყურადღება ჩვენ შემოვდივართ ჩრდილოეთ კედლიდან და პირველი, რასაც ვხედავთ, ეს არის ერთ-ერთი აი მართლაც უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი გამოსახულება წმინდა ნინოსი, რომელსაც თავის დროზე წარწერაც ახლდა. ყინწვისზე შესანიშნავი დისერტაცია აქვს ქალბატონ მარიკა დიდებულიძეს და სწორედ აი მარიკას მოწმობით აქ იყო წარწერა, საიდენტიფიკაციო წარწერა, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ეს არის წმინდა ნინო. სინამდვილეში ყინწვისის ისტორია გავს აი მართლა დეტექტიურ ამბავს. ეს ქალბატონ მარიკას შესანიშნავად აქვს შესწავლილი. ყინწვისის ქტიტორი არის ანტონი გლონის თავის ძე. ეს არის მწიგნობარ უხუცესი თამარ მეფისა, რომლის პორტრეტსაც თქვენ ხედავთ სამწუხაროდ ძალიან გაფუჭებულს, წმინდა ნიკოლოზის წინაშეა ის წარმდგარი. ეხლა რაშია საქმე? ანტონი გლონის თავის ძე, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი პოზიცია თამარ მეფის კარზე, მას ქართლის კათოლიკოსი მიქაელი წაართმევს ამ დიდებას და ფაქტიურად ის დაიჩაგრება, კარგავს თავის პოზიციებს და მის საშუალად მოიხმობენ იერუსალიმიდან ყოფილ კათოლიკოს ცნობილ ნიკოლოზ გულაბერიძეს, რომელიც საინდრო წასულია იერუსალიმში და ჩამოდის საგანგებოდ, რომ ეს საქმეები დაალაგოს. და მართლაც აქ აწყობენ საეკლესიო კრებას და ანტონი გლონის თავის ძე უბრუნდება თავის პოზიციას. და პრაქტიკულად იქნება ყინწვისის მოხატულობა, რომელიც არის გარდახვთის სადიდებლის გამოხატულებისა, არის ასევე მადლიერების გამოხატულება წმინდა ნიკოლოზისადმი, რომელიც არის მისი ზეციური მფარველი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ჩაგრულთა მფარველობა. და მეორე ნიკოლოზ გულაბერიძისადმი. ამდენად როგორც მარიკა თვლის, ნიკოლოზ გულაბერიძის ფიგურა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნიკოლოზ გულაბერიძე არის, ვფიქრობ, ის უდიდესი სწავლული, რომელიც საქართველოს სულიერი ისტორიის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი აი საპროგრამო ნაწარმოებას ქმნის. ეს არის სვეტიცხოვლის საკითხავი, სადაც ის პირდაპირ ფაქტობრივად წარმოადგენს საქართველოს სულიერი და პოლიტიკური სახელმწიფოს ესე ვთქვათ კონცეფტს. სადაც სხვათა შორის წმინდა ნინოს აქვს ძალიან, რა თქმა უნდა, დიდი როლი როგორც საქართველოს მომქცევას და აი ესე ძალიან საინტერესოა, სინამდვილეში ის სვავს
თავის ნაწარმოებში კითხვას, რომ რატომ უნდა მოსულიყო ქალი საქართველოს მომქცეველად და იძლევა აი პირდაპირ ესეთი ჯაჭვს მიზეზებისა, რომელიც ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. პირველ რიგში ის ამბობს, რომ ეს არის ქალი არის ის, ვინც პირველმა იხილა აღდგომა, ამბობს, რომ საქართველოში წმინდა ნინო უნდა მოსულიყო, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ამას ამბობს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ღვთისმშობლის ხვედრულია. წმინდა ნინოს ისტორია პრაქტიკულად მიყვანილია თამარამდე. და იცით როგორი საინტერესოა იმ სვეტისცხოვლის საკითხავში, აი პირდაპირ განგებულების ისტორიას მივყავართ კონკრეტული მონარქის მეფობამდე. ქართული მე ვიტყოდი აი აზროვნების დონე, იგივე კულტურის დონე ჩანს იმითაც, რომ თუნდაც მე-12 საუკუნეში გახდა შესაძლებელი მონარქი გამხდარიყო ქალი. ჯვაროსნები საქართველოს მე-12-მე-13 საუკუნეში პირდაპირ ქალთა ქვეყანას ეძახიან. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სახვით ხელოვნებაზე, ფერწერაზე, კედლის მხატვრობაზე თამარის ეპოქისა, პირველ რიგში ყველას ალბათ უკლებლივ ასოციაციურად უჩნდება ამ ხანასთან დაკავშირებით შესანიშნავი ყინწვისის ცნობილი ლაჟვარდისფერი, აი მართლაც ლაჟვარდით ანთებული მთავარანგელოზის, მე ვიტყოდი აღდგომის მახარებელი მთავარანგელოზის სიმბოლური სახე, რომელიც სრულებით გამორჩეული გამოსახულება მთელ ქრისტიანული აღმოსავლეთის და არა მარტო აღმოსავლეთის, არამედ მთელ ქრისტიანულ სახვით ხელოვნებაში. ამ ანგელოს სხვადასხვა დროს უნდა შეხედოთ, იმიტომ რომ არის ხოლმე მომენტი, როდესაც ძალიან ინტენსიური განათება შემოდის და ფაქტობრივად ეს პორტრეტებიც უკვე აღარ ჩანს ხოლმე, არც ის გვერდითა გამოსახულება, რომელიც ასახავს წმინდა დედებს საფლავზე მისულს და აი ეს ანგელოზი პირდაპირ გამოკიდულია ხოლმე ზეცაში, აი რაღაცა ისეთი მისტიური ზემოქმედება აქვს, რომ შენც ფაქტიურად აი ამ აღდგომის თანამონაწილე ხდები. და რაღა პატარაა ქვეყანა, რომლის მარტო ერთ საცავში 22,000-ზე მეტი განძი ინახება. თანაც რა განძი? დემეტრე მეორის დასრულებულია ეს ხატი დავით აღმაშენებელმა წარწერაც არის ნივთიერი შეწევნით დაიწყო ამ ხატის მოჭედვა. შემდეგ მისმა მემკვიდრემ დემეტრე მეორემ გააგრძელა. ეს დემეტრე მეორე არის შენხა ბერახის ავტორი, ამ ყველაზე ესეთი გამორჩეული საგალობლის ავტორია. 114-ზე მეტი მინანქარი, ესე ვამბობთ, 114 მინანქარი არც ერთ ევროპულ ან ამერიკულ მუზეუმს არ აქვს თავის კოლექციაში. ხატი ბექა და ბექშენოპიზრების საფირმო ხელწერით, სამწრიანი ვენახის რტო, რომელიც უფლის ხელთუქმნელ ხატს ამშვენებს. ეს სანაწილე ჯვარია. ზურგზე არის სევადით შესრულებული წარწერა, ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისო, შეინთა წინ ძღოლითა ყოვლადვე შემწედან მფარველ ექმენ მეფესა დედოფალს თამარს. ძელი ჭეშმარიტი არის იმ ძელის ნაწილი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს, ის სანაწილე ჯვარია და აუცილებლად იქ ჩაბრძანებული იქნება ძელი ჭეშმარიტის ფრაგმენტი. აი ძელი ჭეშმარიტი და თამარის ჯვარი კვლავაც არველად მოევლინება მთელ საქართველოს. ასეთ მდიდარ, უხდა, ძვირფას მხატვრობას შესაფერისი ფორმა სჭირდებოდა, რაც უკვე არქიტექტურაში გამოიხატა. მე-11 საუკუნეებში მონუმენტური ტაძრები იქმნება. საქართველოს უკვე ამშვენებს სვეტიცხოველი, ალავერდი, ბაგრატი, სამთავისი, სამთავრო, ნიკორწმინდა, მანგლისი. ეს, როგორც არქიტექტორები უწოდებენ, დიდი კათედრალების ეპოქაა. დავითი ცვლის არქიტექტურულ გემოვნებასაც.
რაც შეეხება არქიტექტურას, განსხვავებით წინა ეპოქისგან, დავითი ძირითადად კონცენტრირებულია სამონასტრო მშენებლობაზე. კათედრალები, როგორც ჩანს, უკვე იმდენი აშენდა და ისეთი ზომის და ისეთი ხარისხის და ისეთ მასშტაბის, რომ ეს საჭიროება აღარც იყო. დავითი არის ძირითადად დაკავებული სამონასტრო მშენებლობით, მან ძალიან მიხედა შიომღვიმეს მონასტერს, ეს ძველი მე-6 საუკუნიდან არსებული მონასტერია, მაგრამ დავითმა ეგ დიდი ეკლესია, ახალი ეკლესია ააშენა, რომელიც ძალიან გადაკეთებული სახით არის ჩვენ დრომდე მოღწეული და მატერიალურადაც ძალიან ეხმარებოდა მას მის ანდერჩიც არის ამაზე ლაპარაკი შიომღვიმის მონასტერთან დაკავშირებულ ხარჯებს. მაგრამ თავარი რა თქმა უნდა დავით აღმაშენებლის ეპოქის ყველაზე დიდი ესეთ ნაყოფი ეს არის გელათის მონასტერი. გელათი ცნობილია დავითს ჩაფიქრებული ჰქონდა როგორც არა მხოლოდ მონასტერი, არა მხოლოდ რელიგიური ცენტრი, არამედ წიგნობრობის, განათლების, მეცნიერების, სწავლების ცენტრი. მოდელად ის იღებდა იმდროინდელ ბიზანტიას, რა თქმა უნდა. გელათი გარდა იმისა, რომ ესეთი სრულიად გამორჩეული სულიერი რელიგიური კულტურული მნიშვნელობა, არქიტექტურულად ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა, ის ბუნებრივია ეწერება ერთიანი ქართული არქიტექტურის განვითარების საერთო ხაზში, მაგრამ მასში შეიძლება დავინახოთ ასევე ეს ბიზანტიური არქიტექტურის გარკვეული ანარეკლი, რაც ვლინდება არაცალკეულ ფორმებში, თქვათ, გეგმაში, ან თქვათ, სამშენებლო ტექნიკაში, ამ რაღაც საერთო განწყობაში. პირველ რიგში, გელათში ცოტა უფრო დიდი სარკმლებია, ვიდრე სხვა ქართულ ეკლესიებში ადრინდელში თუ გვიანდელში და ამიტომ სივრცე იქ უფრო განათებულია, უხვად არის განათებული ეს. არის საინტერესო დეტალი, მაგალითად ნართექსი, რომელიც ჩვენთან მაინც არ კეთდება ხოლმე, ესეთ ბიზანტიური ტიპის ვრცელი ნართექსი, ესე იგი განივად გაშლილი სივრცე, დასავლეთ მთავარი შესასვლელის პირდაპირ სამი შესასვლელია გელათში, შუა არის თავი. გარკვეული ესეთი შეჯიბრი შეიძლება ბრჭყალებში რა თქმა უნდა ბიზანტიასთან შეიძლება დავინახოთ იმაშიც, რომ გელათში მოზაიკაა. საკურთხევლის აფსიდში მთლიანად ძველ აფსიდს მოიცავდა, ეხლა მხოლოდ დედა ნაწილია გადარჩენილი საბედნიეროდ მეტნაკლებად სრულად ქვედა მთლიანად დაიღუპა ხანძრის დროს. ესეც ბიზანტიური ხელოვნების, საეკლესიო ხელოვნების დამახასიათებელი თვისება, რომელიც დავითმა გაამეორებინა გელათში. გელათი და როგორც ჩანს ზოგადად დავით აღმაშენებლის დროინდელი არქიტექტურა ამ თვალსაზრისით ხასიათდება უჩვეულო ასკეტიზმით. თითქმის არ არის გელათში, აი რამდენიმე ადგილის გარდა თითქმის არ არის გამოყენებული ქვაზე კვეთილი ჩუქურთმა. აი ესეთი სავიზიტო ბარათი ხომ ქართული არქიტექტურის მით უმეტეს ამ ხანისა, ოქროს ხანისა, რომელიც ძალიან უხვად გამოიყენება მე-11 საუკუნეში, შემდეგ თამარის ეპოქაშიც, უფრო გვიანაც. აი გელათში თითქმის არ არის, რამდენიმე ადგილას არის ესე აქცენტებად ჩართული. ამაში როგორც ჩანს აისახა ესეთი დავითის ერთგვარი ასკეტიზმი და მისი ესეთი მკაცრი არქიტექტურის სტილისადმი მისი მიდრეკილება. აშკარად აქ უნდა იყოს მისი როგორც დამკვეთის, ასე ვთქვათ, პირადი სურვილი და არა არქიტექტურის ახალ გადაწყვეტილი. მე გიორგი მესამე და მისი შვილი თამარი ეს ოქროს ხანის კიდე ალბათ ყველაზე ოქროს პერიოდი, ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ქართულ ცნობიერებაში ეს ასეა ჩაბეჭდილი. მაშინდელი ისტორიკოსების მემატიანებიც ასე წერდნენ, თამარის პოპულარობა, ავტორიტეტი არ განუზომელი, წარმოუდგენელია. ისე იმდენ ხოტბას ასხამდნენ დაწყებული გარის პოეტებიდან დამთავრებული ამის აი წარწერებში ეკლესიების ზოგჯერ ისე მოიხსენიება უჩვეულოდ სრულიად და უნიკალურად ასე სხვა არც ერთ მეფე არ მოიხსენიება. ხალხურ ცნობიერებაშიც მეხსიერებაში როგორც ჩარჩა თამარი ცნობილია ყველა ციხეს სოფლებში. არა მარტო სხვა შორის აქეთ დაუკლარჯეთში მაგალითად საკმაოდ წირი ცოდნა დარჩა საქართველოს ისტორიის, აი ესე რომ გეტყვენ, აი ეს თამარის აშენებულია. რაღაც აი ესე არის რომ ყველაფერი უნდა დაუკავშირდეს თამარის ეპოქას. რეალურად რა ხდება თამარის ეპოქაში? სხვა შორის ცოტა ისეთ უცნაურო სურათია თუ გავითვალისწინებთ იმ დროინდელ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძლიერებას, ისევ და ისევ ამ საერო კულტურის აღმავლობას, ხო, ვეფხისტყაოსნის ეპოქას. საეკლესიო მშენებლობა საკმაოდ ინტენსიურია, ბევრს აშენებენ, მაგრამ აშენებენ შედარებით მცირე ზომის ეკლესიებს, არ აშენებენ ქალაქებში ან საეპისკოპოსო ცენტრებში. როგორც წესი ეს არის, აი ესე დასახლებული ადგილიდან მოშორებულ ხეობებში, მყუდრო ადგილებში აშენებული მონასტრები, როგორც არის მაგალითად ბეთანიაც, როგორც არის ფიტარეთი, ქვათახევი.
მიხარის გიმზერ წუხვარ და გიმზერ და ესრეთ მზერამ სურსი კბილამდე. ეს გრიგოლ ორბელიანის სიტყვებია ლექსიდან თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში. თავად ბეთანიის ეკლესია მისმა სიძემ შემთხვევით აღმოაჩინა ცხენით სეირნობისას. გრიგოლ ორბელიანს აჩვენა და ისიც აღფრთოვანდა ტაძრით, რომელიც განმარტოებით თვალისაგან მოფარებულ ადგილას იყო ნაგები და მართლა განგაწყობდა ლოცვა-ვედრებისთვის. სალოცავი და სავედრებელი კი ბევრი ჰქონდა მეფე თამარს. 1179 წელს ადის თამარი ტახტზე, უფრო ზუსტად მამას აყავს ის ტახტზე და თანამოსაკრეები არიან, ანუ ორივენი ერთად მართავენ სამეფოს. 1184 წლის მარტში კახეთში მყოფი გიორგი მესამე გარდაიცვალა, ის დაკრძალეს გელათში და თამარი იწყებს ერთპიროვნულ მმართველობას. და აი აქ ხდება ძალიან საინტერესო რამ. თამარს მოსთხოვეს გადაეყენებინა რამოდენიმე მაღალი თანამდებობის პირი. საუბარი იყო ორ ადამიანზე. ყუბასარზე, რომელსაც ჰქონდა ორი თანამდებობა, იყო ამის პასალაი და მანდატურ თუხუცესი, ანუ დღევანდელი გაგებით იყო თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთდროულად. ამის გადაყენება მოითხოვეს და მოითხოვეს აფრიდონის გადაყენება, რომელიც იყო მსახურ თუხუცესი. რატომ მოითხოვეს? ისინი იყვნენ შედარებით დაბალი სოციალური წარმომავლობისა. გიორგი მესამეს ოდესაც აუჯანყდა მისი ძმისშვილი დევნა უფლისწული. აი დევნა უფლისწულის აჯანყების ჩახშობის მერე გიორგი მესამე დააწინაურა დაბალი სოციალური წარმომავლობის ხალხი, რომლებიც იყვნენ მისი ერთგულები და აი თამარ მეფეს მოსთხოვეს მათი გადაყენება. თამარმა გადააყენა ეს ორი თანამდებობის პირი და არავინ არ ყავდა ჯერ დანიშნული, ოდესაც მეჯურჯე თუხუცესმა, ანუ იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ყუთლუ არსლანმა მოითხოვა ძალიან უცნაური რამ. უცნაური რამ იმდროინდელი საქართველოსთვისაც და ნუ პრინციპში იმდროინდელი მსოფლიოსთვისაც. მან მოითხოვა მეფის ხელისუფლების შეზღუდვა. და თქვა ესეთი რამე, რომ ისანში შევქნათ კარავი, ნუ კარავი ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ეს არის შენობა, დარბაზი, სადაც ჩვენ დავცხდებით, ჩვენ გულისხმობს თავის თავს და თავის თანამებრძოლებს და ჩვენ გადავწყვიტავთ ყველაფერს. ჩვენ გადავწყვიტავთ, ვინ უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე, ვინ უნდა გადავაყენოთ, ომი ვის დაუწყოთ, ზავი ვისთან დავდოთ, ვინ დავაჯილდოთ, ვინ დავსაჯოთ. ამ ყველაფერს ვაცნობებთ მეფეს და აი ამის შემდეგ იქნება ეს ყველაფერი აღსრულებული. ეხლა სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. იყო ეს პარლამენტი, არ იყო ეს პარლამენტი. ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ინფორმაცია არის ძალიან ცოტა. თან ინფორმაციას გვაწვდის თამარ მეფის ისტორიკოსი, რომლისთვისაც ყუთლუ არსლანი ცალსახად უარყოფითი პიროვნებაა და ვარაუდის გამოთქმა გვიწევს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეს არის მცდელობა შეიზღუდოს მეფის ერთპიროვნული მმართველობა. აი ძალიან საინტერესოა, რომ ესეთი აზრი გაჩნდა იმ დროინდელ საქართველოში და არა მარტო აზრი გაჩნდა და ყუთლუ არსლანმა ეს საჯაროდ განაცხადა, არამედ და ყუთლუ არსლან სერიოზული მომხრეები ყავს. ეხლა წარმოიდგინეთ, მეფე რა თქმა უნდა უკმაყოფილო იქნებოდა ამ მოსაზრების და პირველი რაც გააკეთა თამარმა იყო, რომ ყუთლუ არსლანი დააპატიმრეს, ციხეში ჩასვეს. ყუთლუ არსლანის მომხრეები შეიკრიბნენ და მეფეს უთხრეს, რომ სასწრაფოდ გაანთავისუფლეთ ჩვენი ხელმძღვანელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახეთ, მეფეს რითი დაემუქრნენ სამეფო სასახლეს, რომელიც ისანში მდებარეობდა. აი ამ სამეფო სასახლეს ავიღებთ. ესე იგი წარმოიდგინეთ ამ ხალხს რამდენი იყვნენ, როგორი ძალა ჰქონდათ, რომ მეფეს ემუქრებიან, რომ თუ არ გაანთავისუფლეთ ჩვენი ხელმძღვანელი, ჩვენ სამეფო სასახლეს ავიღებთ. ნახეთ რა არის ძალიან საინტერესო თამარ მეფის ნაბიჯი. აი თავიდან ხო დაიჭირა ყუთლუ არსლანი, მაგრამ მე მიხვდა რომ აქ ძალით არაფერი არ გამოვა და იწყებს მოლაპარაკებას. და ცნობილი არის ორ ქალბატონს აგზავნის, კრავაი ჯაყელს და ხვაშაკ ცოქალს. ისტორიკოსი არ აღწერს, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ისტორიკოსი ესეთ რამეს წერს, რომ ეს ორი ქალბატონი მივიდა აი ამ ფაქტობრივად აჯანყებულებთან, უთხრა რომ მეფე გეძახით და არავის არ დაგიჯით, თუ თქვენ დადებთ ერთგულების პირობას. აი ეს აჯანყებულებიც მოდიან მეფესთან, მუხტს მოიყრიან, პატიებას ითხოვენ, იღებენ უსაფრთხოების გარანტიას და ამით ყველაფერი თავდება. ეხლა ცხადია მეფის მომხრე ისტორიკოსი არ აღწერს მთლიანად პროცესს, იმიტომ შეუძლებელია იქ ესე მარტივად დამთავრებულიყო. სავარაუდოდ იქ მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ორივე მხარე წავიდა გარკვეულ დათმობებზე. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ რა მოხდა. აი მაგალითად ყუთლუ არსლანი, რომელიც ვარაუდობდა არა მარტო აი ამ კარვის დაარსებას, კარავს ეძახით ჩვენ იმას, რაც უნდა შექმნილიყო. არამედ თვითონ უნდა და ამის პასალარობაც, ხო? ეს ყუთლუ არსლანი საერთოდ გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან. ანუ წავიდა. სამაგიეროდ თქვა გაიზარდა დარბაზის უფლებები. დარბაზი იყო ესეთი სათათბირო ორგანო, რომელიც მეფესთან არსებობდა.
სავარაუდოდ დარბაზში ახალი წევრები დაინიშნენ. ანუ რაღაცა დათმობები მოხდა ორივე მხრიდან და ეს გამოსვლა ესე დასრულდა. შეიძლება იმიტომაც რომ ხალი იყო და ჩათვალეს ხალს ადვილად მოვერევითო. მისი მეფობის დასაწყისში ყველაზე მეტი თავდასხმა მოდიოდა მასზე. მეფეზე, რომელმაც დიდების მწვერვალზე მყოფი ქვეყანა ჩაიბარა. ახლა ამ დიდებას შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტი განვითარება სჭირდებოდა, რაც შენებაზე არანაკლებ რთულია. ერთის მხრივ დაუნდობელი ბრძოლა მტრის და არაკეთილმოსურნის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ მიმტევებლობა და ჰუმანურობა. იქნებ ეს არის ქვეყნის მართვის საუკეთესო ფორმულა. თამარმა მოახერხა და დავითის დანატოვარი კიდევ უფრო მეტ სიმაღლეზე აიყვანა. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ხალი ადის ტახტზე და ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება მისი მეუღლე. მეუღლე მეფე ვერ იქნება, მაგრამ გავლენიანი ადამიანი იქნება, ხო, სრულად ბუნებრივია. ამიტომ ქართველები დიდხანს არჩევდნენ ვინ უნდა ყოფილიყო მეფის მეუღლე. პირველი არჩევანი იცით, ეს არის იური ანდრიასზე, ის ვინც ისტორიაში ცნობილი არის როგორც გიორგი რუსი. ჩამოყავთ 1085 წელს. ქორწინება გრძელდება 2 წელი. გიორგი რუსს აღმოაჩნდა გარკვეული ნაკლი, ამის გამო ის გააძევეს. თავარი მეორედ გათხოვდა დავით სოსლანს. საინტერესო რა არის? რამდენიმე წელიწადი გადის და გიორგი რუსი ბრუნდება საქართველოში. მას აბრუნებენ ისევ ქართველი ფეოდალები და გეგუთში, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის მახლობლად, ფაქტობრივად მას მეფედ აცხადებენ. და საქართველო იყოფა ორ ნაწილად. დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილი მხარს უჭერს გიორგი რუსს, აღმოსავლეთ საქართველოს მხარს უჭერს თამარ მეფეს. პირდაპირ ესეთ სამხალხო ომია საქართველოში. უბრალოდ თამარს მეტი მომხრეები აღმოაჩნდა, თამარის ჯარმა მოიპოვა 2 გამარჯვება და თამარმა მოახერხა ტახტის შენარჩუნება. ასე რომ საკმაოდ რთული და მძიმე ვითარება იყო. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ სცადა გიორგი რუსმა დაბრუნება, მაგრამ ვეღარ ბრუნდება, მას უკვე მხარი არავინ ადრე დაუჭირა. აი ეს არის ასე ვთქვათ თამარის მეფობის პირველი პერიოდი, პირველი 6-7 წელიწადი, როდესაც ქვეყანაში არეულობა. ასიანის ბრძოლა არის ერთ-ერთი ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩვენი, როდესაც ჩვენ ვებრძოდით რუმის სულთანს. რუმის სულთანი რუქნადინი ემზადებოდა ამ ბრძოლისთვის, ცდილობდა ეს ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო შეეჩერებინა და ცნობილია წერილი, რომელიც ხო მან გამოუგზავნა თამარს. ძალიან თანხმდური წერილი იყო. იწყებოდა ესეთი მკვაცრავდა ესეთი სიტყვებით, რომ ყველა დიაცი რეგვენია და შენც რეგვენი ხარ და ტახტზე ზიხარ. შენ გიბრძანებია მუსლიმთა ხოცვა, ეხლა მე მოვდივარ და გადარჩება მხოლოდ ის, ვინც ჩემს წინაშე ჯვარს დაამხობს, ქრისტიანობას უარყოფს და ისლამს მიიგებს. ეს იყო წერილში რაც ეწერა. კიდევ უფრო თავხედური იყო ზეპირი დანაბარებია რა. ელჩის დანაბარები, რომ თუ თამარი ისლამს მიიგებს, რუქნადინი მას ცოლად შეირთავს. თუ არა და დაამარცხებს და ხარჭად წაიყვანს. იმდენად თავხედური ნათქვამი იყო, რომ ამის მასალარმა ვერ მოითმინა ხელი, გაარტყა და ელჩი უგონოდ დაეცა. მე ეს ელჩი მოასულიერეს და ესეთი რამე უთხრესო, შენი სიკვდილი დასჯარო გვინდოდესო, თავის მოკვეთა არა საკმარისი, ჯერ ენა უნდა მოგჭრათო და მერე თავი უნდა მოგჭრათო. თამარმა შეკრიბა ჯარი, საპასუხო წერილი გაუგზავნა რუქნადინს და გააცილა ეს ჯარი 20 რხემდე. თვითონ იქ დარჩა და შემდეგ გააგზელა გზა დავით სოსლანის და ზაქარია მხარგზელის ხელმძღვანელობით და რუქნადინი ელოდა ქართველთა ჯარს, ამიტომ როდესაც ქართველებმა პასიანის ბრძოლა დაიწყეს, თავდაპირველი შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, რუქნადინმა მოიგერია, ეწინავი ჯარის სარდლებს ცხენები დაუხოცეს, ამიტომ სხვა მეომრებიც ჩამოქვეითდნენ და ესე გააგზელეს ბრძოლა, მაგრამ აი აქ გვიშველა დავით სოსლანმა და ზაქარია მხარგზელმა, რომლებმაც ფლანგებიდან მოუარეს, ერთმა მარჯვნიდან, მეორე მარცხნიდან, ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი და რუქნადინი დავამარცხეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, აი ესე ვთქვათ, გაძლიერებული ჩვენი ასე ვთქვათ, კონკურენტი სახელმწიფო დავამარცხეთ, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა, რომ საქართველოს ძლიერება შეაჩერებდა. და მოხდა მე ძალიან საინტერესო რამ. ტყვედ ჩავდა რუქნადინის ძმა. და ეს ძალიან საინტერესოა. ნეტა რომელ ქართველს მოუვიდა ეს აზრი, რომ როგორ გადაეხადათ ახლა პასუხი რუქნადინისთვის, ხო, რომელმაც ესეთი თავხედური წერილი გამოგზავნა და ესეთი თავხედური ზეპირი დანაბარები და ქართველებმა ეს თეა მოიფიქრეს, რუქნადინის ძმა
როგორც მონა ჯორის ერთ ნალში გაცვალს. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ამითი გადაწყდა სამხრეთ აღმოსავლეთ მიმართულებაზე მტერი ჩვენ აღარ ყავდა და ამას მოყვა მე ტრაპიზონში ლაშქრობა, იმ ცნობილ ტრაპიზონის იმპერიის შექმნა და ეს ბასიანის ბრძოლა სრულიად სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სასახელო ბრძოლად. როდესაც ქართველებმა ერთ-ერთი დიდი ბრძოლა გადაიხადეს ბასიანში, თამარი სწორედ ვარძიაში მობრძანდა, ვარძიაში დალოცა თავისი ჯარი და ვარძიაში ელოდებოდა ამბებს. ასე რომ ეს ფაქტიც მოწმობს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვარძიას. ის ფაქტი, რომ თამარი ფეხშიშველი მიაცილებდა თავის ლაშქარს, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მოგვეპოვება ძველ წყაროებში თამარის ისტორიკოსებთან, ასე რომ ეს ფაქტი ჩვენ უეჭველ რეალობად უნდა მივიჩნიოთ. ვარძია ოქროსხანის საქართველოს სიმბოლო არის, მისი პოლიტიკური, კულტურული ძლიერების სიმბოლო არის. იკითხავს ვინმე რა იყო საქართველოს სამეფოს ძლიერების საფუძველი, რატომ გაძლო ამ კავკასიურმა სამეფომ თითქმის 300 წლის განმავლობაში. ეს არა მარტო მისი სამხედრო ძლიერება იყო, ეკონომიკური ძლიერება. ეს ძლიერება ეფუძნებოდა სამეფო კარის ძალიან ჭკვიანურ პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებდა აქ დასახლებული სხვადასხვა ეთნოსების, სხვადასხვა აღმსარებლობის მიმართ. ერთი დიდი ჯგუფი ასეთი უცხო რჯულისა თუ უცხო ეროვნებისა იყვნენ მაჰმადიანური მოსახლეობა, რომლებიც განსაკუთრებით მრავლად თბილისში სახლობდნენ. იმ დროინდელი არაბი ავტორები ჩვენ გვეუბნებიან, თუ რა ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებდა მეფე დავით აღმაშენებელი არაბი და ზოგადად მაჰმადიანური მოსახლეობის მიერ. როგორც კი დავითმა თბილისზე გაანთავისუფლა, გვეუბნებიან არაბი ისტორიკოსები, მან ხალხშეკრულება დადო არაბ მოსახლეობასთან. პირველი ბრძნული გადაწყვეტილება ეს იყო, რომ დავით აღმაშენებელმა ნება დართო მუსლიმ მოსახლეობას თავისუფლად ეკითხათ ყურანი და ყოველ პარასკევს დღეს ხუტბა აღევლინათ ხალიფასა და სულთნის სახელზე. ასევე დავით აღმაშენებლის ბრძანებით სასტიკად აიგრძელა მუსლიმი მოსახლეობის შევიწროება. და თუ კი რომელიმე ქრისტიანი, იქნებოდა ეს ქართველი, სომეხი, ან კი იუდაველი, გაბედავდა და შეავიწროებდა მაჰმადიანს, ყოველგვარი განკითხვის და განჯის გარეშე მაჰმადიანებს უფლება ეძლეოდათ მოეკლათ ეს შეუწყობელი. აბა სოგვარი ახსნა აქ ერთი დიდი ტოლერანტობა და ის დიდ ბუნოვნება, რომელიც ამ გვირგვინოსას ახასიათებდა. მეორე მხრივ ეს იყო სრულიად პრაგმატული პოლიტიკა. იმიტომ რომ ვინაიდან მთელი ვაჭრობა იყო სწორედ ამ მუსლიმური მოსახლეობის ხელში, დავითი ცდილობდა სწორედ მათი საშუალებით აეღურძინებინა და განავითარებინა ვაჭრობა საქართველოს სამეფოში და ის იქამდეც კი წავიდა, რომ მოჭრა მონეტა არაბული ზეწერილით. მეორე დიდი ჯგუფი არაქართული მოსახლეობისა, მაგრამ ქრისტიანული აღმსარებლობისა გახლავთ სომხები. ასევე სომხებთან ურთიერთობა ძალიან დიდი პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი მეფეები. უკვე დავით აღმაშენებლის შესახებ თვითონ სომეხი ავტორები განმოგვცემენ იმ დროინდელი, რომ დავითი დიდი მოწყალე იყო სომეხი ხალხისაო და მან ქალაქი გორიცკი სპეციალურად თურმე აი სომეხი მოსახლეობისთვის დაარსა. დავითისა და მისი მემკვიდრეების შემწყრებულმა პოლიტიკამ თავისი შედეგიც გამოიღო. იმ დროს, როდესაც წყდებოდა საქართველოს ყოფნა არ ყოფნა, როდესაც საქართველოს ლაშქარი მართავდა გადამწყვეტ ბრძოლებს, იქნებოდა ეს დიდგორი, შამქორი თუ ბასიანი, ქართველი ლაშქრის გვერდით იდგნენ დარუბანდელები და შირვანელები და ქართველებთან ერთად ისინი აბრძოდნენ მუსლიმურ კოალიციებს. ქვეყანა, რომელიც მარტო თავის გადარჩენაზე აღარ ფიქრობს, ძლიერია და დაცული, ღიაა ამაღლებული გრძნობებისთვის. ის უკვე ზნეობის, მორალის, ჰუმანურობის, მიმტევებლობის და ტოლერანტობის უმაღლეს საფეხურზე ადის.
გელათის მონასტერში მან დააარსა ქსენონი. ქსენონი იყო საავადმყოფო და თავშესაფარი ერთდროულად და დავითის ისტორიკოსი წერს, რომ ის მიდიოდა ხოლმეო აი ამ ავადმყოფების სანახავად და ანუგეშებდაო მათო და მათთვის ეს მართლა ძალიან დიდი ნუგეში იყო, როდესაც საქართველოს მეფე მათ მოსანახულებლად მივიდოდა და რა თქმა უნდა ფინანსურადაც თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფდა დავითი. ეხლა წარმოიდგინეთ დავითი როგორ დაკავებული იქნებოდა რამდენი საქმით და ის ახერხებდა რომ მისულიყო და აი ამ დატანჯული ხალხისთვის მიექცია ყურადღება და ნუგეში ეცა. ოქროს ხანის საქართველოში წესად იყო მიღებული ქველმოქმედება. სახელმწიფოს უნდა ეზრუნა ყველაზე გაჭირებულ ფენებზე მოსახლეობის გლახაკნი, უპოვარნი, ქრივობლები. ეს იყო სახელმწიფოს ვალი. სახელმწიფოს შემოსავლის 1/10 იხარჯებოდა სწორედ ასეთი გაჭირებული მოსახლეობის შენახვაზე. საუცხო მაგალითს ქველმოქმედებისა გვაძლევს ჩვენი ორი დიდი მეფე დავით აღმაშენებელი და მეფე თამარი. დავით აღმაშენებელი გვეუბნება მისი ისტორიკოსი, ყოველდღიურად გამოდიოდა პატარა ქისით, რომელიც მონეტებით იყო სავსე და ქუჩა-ქუჩა ურიდებდა შემხოთ გლახაკებს თუ მათხოვრებს. იგივეს აკეთებდა თურმე თამარ მეფე. ის ყოველდღე იკითხავდა თუ მისი დღეური საკვები რა ჯდებოდა და შემდეგ ბრძანებდა რომ აი ეს რაოდენობის თანხა დაარიგებინათ გლახაკებისათვის. მაგრამ თავი ის არის მათ ქველმოქმედებაში თუ საიდან რიგდებოდა ეს თანხა. რიგდებოდა ეს სამეფო ხაზენიდან, რიგდებოდა მათი მამულებიდან თუ რაიმე სხვა გზიდან. მაგრამ იმ დროს ჭეშმარიტ ქველმოქმედება თითქოსებოდა ის, რომ ადამიანს გაეცა ის უნაპოვარი, რომელსაც ის თავისი შრომით მოიპოვებდა. ამიტომ ის ფული, რასაც დავითიდან თამარი გასცემდნენ, მათი შრომით მიღებული ფული იყო. ისინი არც სახელმწიფო ქონებას გასცემდნენ, არც თავისი მამულებიდან მიღებულ შემოსავალს. ქველმოქმედებასაც თავისი წესი ჰქონდა. როგორც სახარება ამბობდა, შეწევნა მას უნდა გაწეოდა, ვისაც არ შეეძლო შრომა, მით შრომის უნარო იყო. თორე ვისაც შეეძლო შრომა და არ მუშაობდა, ის არ სჭამს ობრძანებდა პავლე მოციქული. და სწორედაც ამ პრინციპით მოქმედებდნენ მე ჩვენი ქრისტიანი ხელმწიფენიც. მაგრამ უცაბედად მატლი არაულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა. თამუნავას! ნახეთ ბორბალი წაღმა უნდა დავატრიალო.